ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ სიმშვიდეში ცხოვრებას, რომ თითქმის არასდროს ვფიქრობთ იმის შესახებ, თუ რამდენად ცვალებადია სამყარო, მიწისძვრები, შტორმები, ზვავები, ავარიები, ეს სიმოვლენების არასრული ჩამონათვალია, რომელთა გამოც შესაძლოა თქვენთვის კარგად ნაცნობი სამყარო რამდენიმე წამში სახიფათო ზონად იქცეს. ამ ეპიზოდში ყველაზე წარმოუდგენელ მომენტებს გაჩვენებთ. ზვავი ბუნების იმძალად რჩება, რომლის წინასწარ პროგნოზირებაც თითქმის შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ხშირად მოულოდნელად დაწყებული ზვავის დროს უამრავი ადამიანი სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციაში ხვდება. ეს კადრები განსაკუთრებულად შემზარავად გამოიყურება. ოკეანის ტალღები იმ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რომელსაც ადამიანები თავის საკუთრებად თვლიდნენ. როდესაც სახლის მდინარის ან ზღვისპირას ყიდვას გადაწყვეტ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ბუნება არაპროგნოზირებადია, მისი მართვა კი შეუძლებელი. წლის 28 მარტს ბანგკოკში გადაღებული ეს კადრები ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. იმ დღეს ტაილანდს და მის მეზობელ ქვეყნებს ჰყავს უკანასკნელი 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაატყდა. გარკვეული დროის განმავლობაში შეშინებული მოქალაქეების ყურადღება ქალაქის ცენტრში მდებარე 30 სართულიანი ცათამბჯენისკენ იყო მიმართული. როდესაც გიგანტურმა ნაგებობამ რხევა დაიწყო, ცხადი გახდა, რომ ის ასეთ გამანადგურებელ ძალას ვერ გაუძლებდა. მიწისძვრა ყოველთვის მოულოდნელად იწყება, ამიტომაც არავინ იცის, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბუნების ამ გამანადგურებელ ძალას. როდესაც სტიქიური მოვლენები ხდება, ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა მათი გადარჩენაა, ვინც კატასტროფის წინაშე მაქსიმალურად დაუცველია. ასეთ მომენტებში ყოველ წამს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ადგილზე მისულ მამუშებმა სიტუაციის დროულად გაანალიზება ვერ შეძლეს. შანხაიში მეტროს მშენებლობის დროს უზარმაზარი ორმო წარმოიქმნა. გამოძიებით დადგინდა, რომ მისი წარმოქმნის მიზეზი არასტაბილური გრუნტი და მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომა გახდა. ერახში გადაღებული ეს კადრები მაღაზიის მოულოდნელად ჩამოშლის მომენტს ასახავს. კარგია, რომ ასეთ დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა და ეს შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
2026 წლის იანვარში პაკისტანის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებული მიწისძვრას თან კოლოსალური მეწყერი მოჰყვა. დიდი რაოდენობით მიწისა და ქვის მასამ ყველაფერი გაანადგურა, რაც მის გზაზე აღმოჩნდა. მეტალურგია წარმოუდგენლად რთული პროფესია, რომელიც ყველასთვის შესაფერისი არაა. ის, რაც გარედამკვირვებლებს შეიძლება სამყაროს დასასრულად და ცოცხალ კოშმარად მოეჩვენოთ, ამ გამოცდილი ადამიანებისთვის მხოლოდ მორიგი სამუშაო დღეა. 1000 გრადუსამდე გაცხელებული თხევადი ლითონი ადამიანებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ამიტომაც მასთან მუშაობის დროს მაქსიმალური ყურადღება აუცილებელია. წლის 1 იანვარს ავტომობილის ვიდეო რეგისტრატორმა იაპონიაში მდებარე ისიკავას პრეფექტურაში ძლიერი მიწისძვრის დაწყების მომენტი დააფიქსირა. მიწისძვრის ყველაზე ძლიერი ზემოქმედება 1 წუთზე ნაკლები იყო, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რათა 1000 საცხოვრებელი შენობა ნანგრევებად ქცეულიყო. წარმოიდგინეთ, რას გრძნობს ის ადამიანი, რომელიც შუა ქუჩაში ქარიშხლის პირისპირ მარტო აღმოჩნდება. თურქეთში ამ შტორმის დროს ქარიშხლის ნაკადებმა საათში 100 კილომეტრს მიაღწია. ასეთ ქაოსში ფეხზე დარჩენა ადამიანებისთვის თითქმის შეუძლებელია. ოჯახთან ერთად გატარებული მშვიდი საღამო იდეალური ჩანდა იქამდე, სანამ პირველი ბიძგები არ დაიწყო. ვიწრო მთის ხეობები და ციცაბო ფერდობები ძლიერი ვარცოფის წარმოსაქმნელად იდეალურ გარემოდ ითვლება. ამ მძვინვარე ტალახისა და კლდის მასის ნაზავის მხოლოდ 1 კუბური მეტრი 2 ტონაზე მეტ სიწონის. სიჩქარესთან ერთად ნაკადი კოლოსალურ წნევას ქმნის, რომელსაც ბეტონისგან აშენებული ხიდების მარტივად განადგურება შეუძლია. ნესტიან ცველ და მოლიკულ გზაზე გავლა ყოველთვის სახიფათოა. უმცირესი შეცდომა ან ძღოლის სიფხიზლის წამიერი დარღვევა საკმარისია იმისთვის, რათა ყველაფერი კატასტროფით დასრულდეს. უსაფრთხო მანძილიდან ზვავი შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ როგორც კი ეს სტიქია ადამიანების სიახლოვეს ჩნდება, მისი შთამბეჭდავება მომენტალურად პირველ ყოფილში შეიქცევა ხოლმე.
ნეპალში მდებარე ესოქროს ხიდი ლეგენდარული დაკიდული ხიდია, რომლის სიგრძეც 567 მეტრია. როდესაც ხეობაში ძლიერი ქარი უბერავს, ათობით ტურისტს შიში ეუფლება, რადგანაც ეს კოლოსალური ნაგებობა ქარის დროს მოძრაობას იწყებს. მასზე გადასვლა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის რეკომენდირებული არაა. ელექტროენერგია უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მაგრამ ხანდახან ზოგიერთი ტრანსფორმატორი სხვადასხვა მიზეზების გამო მწყობრიდან გამოდის, რის გამოც მთლიანი უბნები გარკვეული დროით სრულ სიბნელეში იძირება. You can feel the heat through the window. Holy Jesus, hold on. Oh, it's all the way up on the top now. Yeah. ეს არის ნათელი მაგალითი, რატომ უნდა დავიჭიროთ თავის შორს გზატკეცილზე მოძრაობის დროს გადატვირთული სატვირთო მანქანებისგან. ამ მრავალტონიან სატვირთოზე კონტროლის სრულიად დაკარგვის შემთხვევაში ის იმ საშიში არაღად იქცევა, რომელსაც რამდენიმე წამში ყველაფრის განადგურება შეუძლია. ამ სატრანსპორტო გემის ხანგრძლივი და დიდებული კარიერა ოფიციალურად დასრულდა, თუმცა ახლა ეს ლითონის გიგანტი სრულიად ახალ მოგზაურობას იწყებს. გემი ათასობით ზღვის ბინადრის საიმედო სახლად და დროთა განმავლობაში ხალხწარმტაც ხელოვნურ მარჯნის რიფად იქცევა. ეს კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი უსაფრთხოების განცდა მხოლოდ და მხოლოდ ილუზია. ამ მოვლენებიდან რომელმა მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? დაწერეთ თქვენი ვერსიები კომენტარებში. ხოლო თუ მოგეწონათ ვიდეო, ისი დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.